ვანო მერაბიშვილს დაკითხვაზე ისევ დაიბარებენ, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადების ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გამოძიებასთან პრაქტიკულად არ ითანამშრომლა. მან თავი არ იდა კონკრეტულ კითხვებს და მისი ჩვენება იყო უკიდურესად ზედაპირული. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკითხვასთან დაკავშირებით მასალას აქვეყნებს. ვანო მერაბიშვილმა დაკითხვის პროცესის გადაღებაზე უარი განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ზურაბ დარჩიაშვილი განცხადებას ავრცელებს და ვანო მერაბიშვილის მხრიდან ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებას კატეგორიულად უარყოფს. მისი განცხადებით 2003 წლიდან მოყოლებული მერაბიშვილის მონაწილეობით ბევრი ოფიციალური ვიზიტი დაგეგმილა და არასდროს ყოფილა ყალბი პასპორტი და ნებისმიერი ყალბის სამგზავრო დოკუმენტით სარგებლობის შემთხვევა. ვანო მერაბიშვილი როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი სამიძე მიწვეული იყო ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის მიერ. ის გახდათ ოფიციალური დელეგაციის წევრი და მონაწილეობდა შეხვედრებში, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტთან ხოსე მანუელ ბაროსოსთან. 2013 წლიდან მოყოლებული ჩვენ ბევრი ოფიციალური ვიზიტი დაგიგვეგმავს, მათ შორის ვანო მერაბიშვილის მონაწილეობით და მინდა დაბეჭდებით გითხრათ, რომ არასოდეს ყოფილა ყალბი პასპორტით ან ნებისმიერი სხვა ყალბის სამგზავრო დოკუმენტით სარგებლობის შემთხვევა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე გუშინ დაიბარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით 2012 წლის 30 ნოემბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილის სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამავე დელეგაციის შემადგენლობაში ქალაქ ერევანში გამგზავრების მიზნით. საპასპორტო კონტროლის გავლის დროს საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლებმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლორს წარუდგინეს ივანე მერაბიშვილის პასპორტი. მესაზღვრე კონტროლორმა კანონით დადგენილი პროცედურის გავლის დროს აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში პასპორტი გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით. აღნიშნულ ფაქტზე თბილისისა და მცხეთა მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაიწყო გამოძიება ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთის მცდელობის ფაქტზე.